უკან რო არის დედამიწა, მასზე არის შავი ხვრელი ზუსტად საუბრობ. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა მორიგი რიტუალი მინდა ვამხილო და ეს ვიდეო ალბათ ყველას გექნებათ ნანახი, სადაც ეს ადამიანი საუბრობს, ეს თავკოტორა ადამიანი, რომელიც იუდეველების ერთ-ერთი გველის წიწილია, უკაცრავად ამ სიტყვაზე, იმიტომ რომ საერთოდ არ არის მოსატანი მაგათი სახელები და გვარები. და აი აქ ნახავთ თქვენ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ მეუფესთან არის სტუმრად, ამ ვიდეოში ჩაგიგდებთ მე პირველივე კომენტარში ლინკს, შეგიძლიათ გადახვიდეთ რა. ეს ბიზნესმენი ადამიანი, ღიპიანი, რომელიც მეორე ღიპიან ბიზნესმენს მეუფეს წარმოადგენს, რომ მასთან არის რეზიდენციაში და წარმოგვიდგენენ ესე იგი პლანეტებს, ეს ადამიანები, აი ამ პლანეტებზე არის საუბარი, ეხლა გაჩვენებთ, აი ამ პლანეტებზეა საუბარი და თქვენ ხედავთ, რომ აი აქ ხელი, რომელიც აი ეს ხელი, რომელიც ღმერთის ხელი არის და ღმერთის ხელი ლოცავს თითქოს და ამ პლანეტებს, რომელ ადგილზეც წესით უნდა იყოს ხატები იესო ქრისტე ღვთისმშობელი განლაგებული, ამათ აქვს პლანეტები განლაგებულია, თქვენ იცით, რომ ენოქის წიგნის მიხედვით პლანეტები არიან დაცემული ანგელოზების სიმბოლოები. და შემდეგ აი აქ ნახავთ ერთ რამეს, საინტერესო რაღაცას რა. დედამიწასთან როგორც კი ჩნდება კამერა, დედამიწა როგორც კი ჩნდება კამერაში, აი ამ მეუფის უკან რო არის დედამიწა, მასზე არის შავი ხვრელი ზუსტად აი ნახეთ შუა ადგილში, თითქოს შავი ხვრელი არის მის წინ, ხო? აი რა საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ ამ ადგილზე წესით უნდა იყოს განლაგებული ყველა წმინდანის გამოსახულება, ასევე იესო ქრისტესი და ასე შემდეგ და ამათ საინტერესო რაღაც გამოსახულებები აქვს დაცემული ანგელოზების და თვითონ აი ეს მეუფე, არ ვიცი ამ მეუფის სახელი და გვარი რა, პირდაპირ სახეზე ეტყობა, რომ არის იუდეველი. აი იუდეველია, 100%-ით იუდეველია დედის მხრიდან რა. და თქვენ იცით, რომ იუდეველებზე დედიდან გადადის, რა ქვია მაგას, მემკვიდრეობა. ეხლა ნახეთ, მემკვიდრეობა არის თუ გენი. ეხლა ნახეთ, საინტერესო რა არის კიდე. ჩვენ აი ამ სოფელ ასურეთში, ნახე, როგორ აი აქ ხედავთ, რომ მე მგონი ეხლა მოდის, არის ძალიან პრესტიჟული სოფელი გახდა, ხვდებით და წეხან დავინახე, რომ გაიარა ახვე 555-ის ნომერმა რა. ახვე 55 ნომერმა, რომელიც სავარაუდოდ აი იქ გზა რომ თავდება, იმის იქით არის მერე ჯიპსი ვილიჯი. ჯიპსები იცით, თქვენ ციგნები არიან და ციგნები ძირითადად არიან იუდეველები და ალბათ მაგიტომაც დაარქვეს შეფარულად ჯიპსი ვილიჯი. ახვე 555 კიდე ნიშნავს იმას, რომ იაკლია და იახვე 555-ის ინიციალები არის. სავარაუდოდ ამ სოფელსაც დაეპატრონნენ იუდეველები. ეს კიდე აჩვენო, აი ჩემო ბავშვმა რა მაგარი გვირგვინი გამიკეთა. ვაუ! შენ გიხდება ეს გვირგვინი, დედიკო, მოდი დაგახრო. ვაუ, რა მაგარია. რა ქვებია დედიკო, ზედლალი, ფირუზი, კიდე ცისფერი ალმასი, კიდე რა არის ზედ, რა ქვებია? ლალი, აქეთ სისარტყელაა, ხო, რა მაგარი გვირგვინია, აი ამაზე მაგარი გვირგვინი თუ ვინმეს შეუქმნია სადმე ცხოვრებაში ყველა დროში არ ვიცი რა, ყველაზე მაგარი გვირგვინი შექმენით თქვენ, ბავშვებო. ეს მარიამა გააფერადა და იოანემ გამოჭრა. ხო. რა ლამაზია. და მე ესენი გავაკეთე. შენ ეგენი გააკეთე, ულამაზესებია. მადლობა დედიკო, მივიღე ეს გვირგვინი, ძალიან დიდი მადლობა. მარიამი, აი ეს ვიდეო ნახეთ მეგობრებო, რამდენად მართავს ჩვენს სახელმწიფოს იუდეველთა კლანი და
მალე ეს ყველაფერი კი არა და დასრულებულია უკვე ამათი პარპასში საქართველოში. ქართველები გამოფხიზლებულები ვართ ძალიან ბევრი. აბა გაკოცეთ მეგობრებო და გაუზიართ ეს ვიდეო ყველას. რომ ქართველების როგორც არის, ისევე დარჩეს საქართველო და არა სხვების ხელში. კარგად. და სხვების ხელიდან ისევ გასხლტეს საქართველო და საქართველებს დაუბრუნდეთ. უბრალოდ უბრუნდება. ქართველები იბრუნებენ. მოიცა, აწმყოში როგორ თქვა ეს წინადადება, გამამართინეთ ახლა. ქართველებმა დაიბრუნეს საქართველო. ესე ვთქვათ, ხო? ქვეყანას ვიცავდით. 2008 წლის ომი დაიწყო